გამოცანა ნომერი 389 ვამერიცის კრებულიდან. გვაქვს სპილენძისა და კალის ორი შენადნობი. ანუ პირველი შენადნობი ვთქვათ პირობითად აი ასე გავაკეთოთ. სპილენძი და კალა ვთქვათ. დააკვირდით შენადნობს 3 ორთანაა შეფარდება. აქ ვთქვათ ეს არის სპილენძი, ესაა ვთქვათ კალა. 3 ორთან, ანუ ეს არის 3K, ეს არის 2K. ახლა ვიღოთ მეორე შენადნობი. მეორე შენადნობაში ასეთი რა. დააკვირდით მეორე შენადნობაში სპილენძია 2. პირველად სპილენძია სიტყვა და მერე კალა. აქაც შესაბამისობა უნდა დავიცვათ. პირველად 2 ციფრი აღნიშნავს სპილენძს, 3 კალას. ანუ სპილენძი აქ იქნება, აქ სპილენძი იქნება 2. კა აღარ შეიძლება უკვე რაღაც სხვა სიდიდე უნდა შემოვიტანოთ. კალა უკვე 3T. ეს არის პირველი შენადნობი, აი ეს მეორე შენადნობი. ეხლა ეცადეთ აქ დააპაუზოთ ეს პირველი მინიშნება. დამოუკიდებლად გააკეთოთ, ვაგრძელებთ ახლა მეორე მინიშნება. აი მთლიანად აი ამ შენადნობაში, მთლიანად ერთმანეთში რო გადავადნოთ, მივიღებთ 24 გრამს ახალ შენადნობს. ანუ პირველი განტოლება შეიძლება ასეთნაირად დაიწეროს: 3K დამატებული 2K დამატებული 3T დამატებული 2T უდრის 24 გრამს. მთლიანი შენადნობი არის 24 გრამი. ანუ 3K + 2K ეს არის 5K დამატებული აი ამათი ჯამი 5T უდრის 24-ს. ეს ერთი განტოლება. მეორე განტოლება ეცადეთ თქვენით მოახერხოთ, აქაც დააპაუზეთ, მოძებნეთ თქვენით მეორე განტოლება. დააკვირდით აი აქ 5-7-თანაა შეფარდება სპილენძის შეფარდება კალასთან არის 5-7-თანი მთლიანში. აი ამ მთლიან შენადნობაში 5-7-თანაა. მთლიან შენადნობაში სპილენძი არის 3K დამატებული 2T. 3K დამატებული 2T. ხოლო კალა არის მთლიან შენადნობაში 2K დამატებული 3T. შევაფარდოთ 2K დამატებული 3T. უდრის 5-7-თან. აი ეს მეორე სისტემა. ამის ამოხსნა მე მგონი არ გაგიჭირდება. შეიძლება უფრო მარტივადაც უკუსლით ამ ამოცანის ამოხსნა. დავიწყოთ იქედან რომ სრული შენადნობი ვთქვათ, თავიდან ხსნით ყველაფერს. ვთქვათ აგერ მაქვს რაღაც პირველი შენადნობი. აგერ მაქვს ვთქვათ მეორე შენადნობი. ეს არის ვთქვათ სრული შენადნობი.
ორივეს ჩამი პირველს პლუს მეორე ესა და მეორეს შესახებ მაგ ინფორმაცია რომ არის 24 გრამი და სპილენძი და კალა შეეფარდება როგორც 5-7 ანუ აი თქვათ სპილენძი აქა 5 კა რო იყოს კალა რო იყოს 7 კა 5 კას პლუს 7 კა ეს არის 24 გრამი სრული არის 24 გრამი 12 გაუდრის 24 გაუდრის 2 ანუ ეს 5 კა ყოფილა კა2-ია 10 გრამი 7 კა 14 გრამი სპილენძი 10 გრამია კალა 14 გრამი ეხლა პირველში აქ დავუბრუნდეთ ჩვენს პირველში შენადნობაში 3 ორთანა შეფარდება სპილენძი აქ იყოს 3 ეს 2x მეორე შენადნობაში გვაქვს 2 3-თან 2y 3y ეს პირველი სპილენძებია ვიცით სპილენძები აქ კალა აქაც კალა სრული რაოდენობა სპილენძის 3x დამატებული 2y 3x დამატებული 2y ეს არის სპილენძის სრული რაოდენობა ანუ 10 და აგვიდის შენადნობაში 10 მივიღეთ და მეორე განტოლება 2x დამატებული 3y ეს არის კალის სრული რაოდენობა კალას სრული რაოდენობა ანუ 14 აქაც ეს სისტემა ეგიძლიათ ამოხსნათ მადლობ ყურადღებისათვის